ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზე გაშლილ, სადაც ამ ეტაპზე ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში 35000 კვადრატულ მეტრზე თვითმფრინავების სადგომი ბაქანი შენდება, რომლის სრული მოცულობა 55000 კვადრატული მეტრია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა სტრატეგიული მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე, იზრდება მგზავრთნაკადი, ისევე როგორც ავიარეისების სიხშირეები. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომ განვითარებასაც, რადგან აეროპორტს აქვს უდიდესი როლი იმერეთის, ისევე როგორც სრულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმის, ავიაციის სექტორების განვითარების კუთხით, ამიტომაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც რა თქმა უნდა ხელშეუწყობს უშუალოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობას. ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. აღნიშნული მასშტაბის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არის პირველი. პროექტის ჯამური ღირებულება წარმოადგენს 240 მილიონ ლარს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მივიღოთ და მოემსახუროთ მსოფლიოში ყველაზე დიდ გაბარიტიან საჰაერო ხომალდებს.